გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და ყველაფერი კარგი. ჩვენ როგორც მონადირეები რაღაც ეკონომიური თემიდან გამომდინარე რომ ვეძებთ რაღაც საინტერესოს. აი ახლა ვიმყოფებით ლუიზიანაში, მოგესალმებით ლუიზიანა, ტეხასის საზღვარზე არის ავტო გადამამუშავებელი საწარმოები და მთელი ამბები რა. მოგესალმებით ნავთობისგან გამოდის საწვავი, დიზელი, ბენზინი, მაგრამ ნავთობისგან გამოდის პლასმასი, სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები, საჭმელიც არის, ყველი, რაღაც ზეთებიც არის, საჭმელის ზეთები და საკმაოდ სტრატეგიული და ესეთი საკონელია რა, ამბავია და აი ახლა მისისიპი, ეს ციტატი ნიუ-ორლიანი არის იქითკენ, ნიუ-ორლიანი და ეს არის მდინარე მისისიპი, ამერიკის დედა მდინარე და მოგესალმებით ეს მისისიპი ასე ჩამოდის, მერე აქ ორლიანში არის დელტა იქნება, მთელი ეს ნავთობი და მთელი ეს ნავსადგურები აქ არის განლაგებული. მოგესალმებით ეს მისისიპი თითქმის იქამდე ნორთ-დაკოტამდე კვეთავს ამერიკას, დედა მდინარეა რა, ნახეთ ამ ხელა. მაგრამ ჩვენ ახლა გვაინტერესებს სად ვიდივართ, არ ვიცი, რაღაცა თვითი უნდა ავიღოთ. რა იქნება, ამას ნახავთ. ეს ალბათ გადამამუშავებელია, შემნახავი პროცესია, რაღაც ქარხანა, აქეთ მარჯვნივ. აქეთ ნავთობის გადამამუშავებელი არის სხვა რაღაცა. ერთ სიტყვით ჩვენებურად ნატურალურად, ბუნებრივად ნახოთ, სად ვიდივართ, რა მოგვაქვს და წეღანას როდკი იქნებ რაღაცა საინტერესო ნახოთ, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. ყოველ შემთხვევაში შეიძლება მე ვერ განვახორციელო, მაგრამ ვიღაცა რომ დაინახოს რაღაცა იდეა და თუ განახორციელებს ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ საქართველოში სასარგებლო იქნება, ნაჯობია მაგას. ერთი მაილი მაგ დარჩენილი სადღაც არა იქითკენ მექსიკის ყურისკენ მივდივარ ლაგუმი ახლა მოვატრიალე პაკეტი ლაგუმინე ცოტა შესასვლელია თილად უნდა ვიყოთ დავეჯახოთ ლაგუმინე საუბრ ლაგუმინე მექსიკის ყურისკენ მივდივართ რა ვიტყვია 21 მაილი ეს აქ არის სადღაც აქ მოგხსენებთ ცოცხლებია და დელტაზე გახსოვთ რა ეგვიპტის დელტა რო გვასწავლიდა ხოლმე კაირო ხო დელტაზეა და იქ ქალაქი ვითარდებოდა და ეს დელტაც ნავსადგურებისთვის და გემებისთვის ძალიან ხერხებული ადგილია და დავათვალიეროთ ჩვენი დელტა და რა მოგვაქვს ინტერესტო პატრობე ამას ახლა ნახავთ ცოტა ხანში აბა გადავხედოთ ზემოდან გადავართ ესე ნიუ-ორლიანში დიდი სიამოვნებაში წავიდოთ ეს კაი ბლუზებს მოусვენდით მაგრამ გეჯერებით ახალი დაწყებული გვაქვს და აბა მოხდებით უფრო კომერციული ინტერესები განვახორციელებთ. მაგრამ ახლა ნავთობზე დავიწყეთ ლაპარაკი. ბოლო ინფორმაციას გეტყვით ახლა რაც ხდება. მოგეხსენებათ ეს კრიზისი რო შეიქმნა ირანში ნავთობის მოწოდებაზე. უსმენდი იმას გადაცემას, რომ ტრამპი გინდა ასეთ კი, გინდა ესეთ კი გახდიათ და ტრამპი პოლიტიკოსი ნამდვილად არ არის. მთელი ამერიკა მის წინააღმდეგ მიდის, არის სულთა ფულის კეთებელი ადამიანი. თუნდაც აი ახლა ომის გამოცხადებაზე, გაჩერებაზე ძალიან დიდ ფულს შეურობს. მოგეხსენებათ ეს საფონდო ბირჟაზე როგორი რეაქცია ახორმე გამოაცხადებს ომს ვიწყებ
ფასებით დაიწევს, გამოაცხადებს არ ვიწევ, აღლამიდეს და მთელი ეს ანალიტიკოსები და მთელი ეს სპეციალისტები, ვინც მის მოქმედებას უყურებენ, კი ეხლა იძახიან, ვითომ სულელია, გიჟია, გადარეულია, მაგრამ საერთო ჯამში 80-85% მისი ყველა ინტერესები უკავშირდება ფულს. და განსაკუთრებით მისი ოჯახის მიმართ, იმიტომ რომ ყველა ინტერესებში, რაც კი ბიზნესთან არის დაკავშირებული, მისი სიძე, მისი ნათესავები, მისი შვილები, ყველანი მანდ არიან ჩართულები. ეხლა გინდა ასე თქვი, გინდა ისე თქვი, ტრამპი ნამდვილად არ არის პოლიტიკოსი და ანალიზი და ყველა იმით მარტო ფულზე აქვს ეს ფიქრი. ამას მე არ ვლაპარაკობ, ამას ლაპარაკობს მთელი ამერიკა და უკვე ისი აქვს საქმე, რომ კონგრესი და ის უკვე ალბათ იმპიჩმენტით იქნება და ამ ტრამპს მოაშორებენ. ფაქტურად თავისი ფულის გამო ყველა გადააყირავა, ხო? რუსებთან ვერ მოილაპარაკა, მერე რა ქვია, ებრაელები გადააგდო, ის გადააგდო, ეს წამოდი ებრაელებსაც დაუპირისპირდა, რომელიც მის ებრაელებს დიდი ფული აქვს და ფაქტურად ადრე ზელენსკის რო პაცანას ეძახდა და ლაწირას ეძახდა, ეხლა ინტოს ისახის რომ ზელენსკიო გმირიაო და ისაა. ნუ ისე თქმა მინდა, ყოველი იმაზე იცვლის, ამას იცვლის, ეს ცვალებადობა მისი მოგეხსენება დილით ერთს ამბობს, შუადღეს მეორეს ამბობს, საღამოს მესამეს ამბობს, ხალხი დასცინის, არასერიოზულად მიაჩნია, ზოგი ამბობს გიჟია, მაგრამ საერთო ჯამში ყველაფერი თურმე ეს ბიზნეს უკავშირდება. ნუ არ ვიცი, მე ამას ლაპარაკობ, რასაც ანალიტიკოსები ლაპარაკობენ, CNN-ი დაწყებული, Fox-იც რო Fox-ია, ისინიც უკვე აკრიტიკებენ ტრამპს და ისეთი სერიოზული ხალხიც, რესპუბლიკელები და ასე მარტივად რო თქვა, ძალიან გავლენიანი ხალხი და როგორ გითხრათ, წონიანი ხალხი ყველა ეწინააღმდეგება და ტრამპს არასერიოზულად ადამიანად თვლიან, თუმცა არასერიოზულობის უკან ბიზნესი და ბიზნეს ინტერესები ჩანს. როგორ მახსოვს გეხსოვებათ რობერტ დე ნირო, სანამ დაიწყებდა ტრამპი თავისი უცნაურობებით, ემეებით, ხალხო რას აკეთებთ, გიჟია, მოგეხსენებათ ეხლა რობერტ დე ნირო ნიუ-იორკელია, ტრამპი ნიუ-იორკელია და მთელი ცხოვრება იცნობდნენ ერთმანეთს და მე მახსოვს რობერტ დე ნიროსაც დასცინოდა ეს დემოკრატია, ლიბერალია, მაგრამ რობერტ დე ნირო იძახდა არა რაშუაში აქვს ლიბერალი დემოკრატი, ტიპი ვერ არის თავი ჭკუაზე და არ ვიცი, ახლა ამაზე ბევრი ვერსიებია, ვერ არის თუ არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი მარტო ფულზე და მოგების თვალით უყურებს ყველაფერს. ახლა რატო წამოვიწყე ასეთ საუბარი? აი თუნდაც ახლა ნავთობი, ახლა ფაქტიურად ვერ წარმატებას ვერ მიაღწია ტრამპმა, ომიც დაიწყო და ირანმა ნახა უფრო მეტი მოგება და რა ხდება ახლა ვითომ ინვესტიციები უნდა ჩადოს 350 მილიარდი დაზარალების გულისთვის უნდა აღადგინონ ირანი, ან რა ომი იყო, ან რატო წამოიწყო, ან ფული რატო უნდა მისცეს, ახლა თვითონაც არ აძლევს, უნდა მისცეს ის არაბული ქვეყნების ასეთის ყურეს არაბულმა ქვეყნებმა, მაგრამ ისეთი აბრაკადაბრა მიმდინარეობს, აი კაგას ვერ გაერკვევ, მაგრამ რო შეხედავ, რომ ყველაფერი მაინც მის მოგებას და ფულზეა დაკავშირებული და მის ოჯახის წევრები ხდებიან მდიდრები და ამ არეულობაში რაღაც გარკვეული ჯგუფი ხდება სასწაულად მილიონერი და მილიარდერები და მილიარდერებზე რაღაც სასწაული ეს ფაქტია და ანალიტიკოსებიც იძახიან, რომ ტრამპს უნდა როგორც აი დინასტია რო არის ფილერების, როჩილდების, უბონების, ასე უნდა რომ ტრამპი ქმნის თავის ასე თქვა ტრამპის დინასტიას. სახელმწიფოთვის და ამერიკას რო სახელი აქვს უკვე დაკარგული და კი ახლა ძლიერი ქვეყანა და ეს არის, მაგრამ ნუ არ ვიცი, ახლა ეს ჩემი ანალიზია, შეიძლება შეგაწუხეთ, მაგრამ რისკენ მიმყავს საუბარი, რომ ახლა ნავთობზე. ახლა იძახის, რომ ნუ გეშინიათ ნავთობი თუ ირანიდან და არაბული ქვეყნებიდან ნავთობი არ წამოვა, მოდით ჩვენთან, მოდით, აი ეს რო არის ფილების ის ახალი მეთოდია, ხო, ახლა
ქვია მაგას. ხილების მიხედვით რაღაც ახალი მეთოდია, რომელიც საკმაოდ ძვირი ჩდება ამერიკაში, ძალიან ბევრია და ტრამპი იცახს, რომ აღარ გინდა თუ მოდითო ჩვენგან აიღეთო ნავთობი გაზი და ევროპას და ამ ქვეყნებს თავაზობს. მაგრამ შეხედვა არის ძალიან დიდი ძვირიც არის და ამერიკას იმედი აქვს, რომ უბრალოდ ტრამპს რომ ევროპა და ის უკვე ამერიკას მიადგება და თან ენერგომატარებლებს ამერიკიდან წაიღებს. ეხლა ფაქტობრივად ბიზნესურად ძალიან მაგარია ტრამპისთვის და იმის, მაგრამ ეხლა კითხე ევროპელებს და სხვა ქვეყნებს, ხო? და მით უმეტეს ეს ნავთობის წარმოებლებს, რომელსაც ეს არ აწყობ, თუმცა მაინც ვერ გაკაჩავენ, იმიტომ რომ იმდენად ძვირი ამ ფილებიდან წარმოქმნილი ენერგორესურსების წარმოება, რომ არა მომგებიანი, თუმცა ტრამპი მაინც თავისას აწვება. ისე ჩვენ ხოს უკვე აინტერესებს ხოლმე ადამიანის ბუნება და ესა და აი ზოგჯერ მიფიქრია კიდევ აი ჩემ მეგობრებს და მაგ ნათქვამი რომ აი ადამიანი მილიონს, 2 მილიონს, 100 მილიონს, 200 მილიონს, 500 მილიონს რო შოროს და კიდევ ფულზე რო ფიქრობს, რა ფსიქოლოგია, აი რა თუნდაც რა. და ლოგიკურად რო იმჟე რომ ამ ხელა ფულს რო იშოვე, მე შენ ქვეყანაზე უნდა იფიქრო, ხო? და თქვა იქ სოციალური პრობლემები უნდა გადაჭრა, განავითარო მთელი ამბე და არა, მაინც ისევ ფულზე ფიქრობ. აი, რა საინტერესოა რა, ჩვენ ხო ვიძახით მე. აი, იმათი აზროვნება ცოტა სხვანაირია, მაგრამ მაინც გინდა ხოლმე რომ ჩაუვდე იმათ ფიქრებში. ეხლა მაგათ ფიქრებში რო ჩაუვდე, ალბათ მილიონი და მილიარდები უნდა იშოვო და მე გაიგებ რა. მაგრამ ვიშოვით. ეცინებათ არა. მაგრამ რატომაც არა შეიძლება სადმე ამის კლუბში ან სადმე თუ გავიჩინე იქ სადაც დიდარი კაცი დათვრა რაღაცა შეიძლება თავისი სული და ის თქვას მითხრას რაღაცა და გაიხსნას. რაღაც ფანტასტიის სფეროა, მაგრამ მე დავამატებ რატომაც არა. მოდავოს ისიც ადამიანი ვინც დიდარია, იმასაც ორი ფეხი აქვს, ორი ხელი აქვს, თავი აქვს, უბრალოდ ცოტა რაღაცაში ჯოგნის ან რაღაცაში წინ წავიდა ადამიანი, მაგრამ საერთო ჯამში ხო საერთო ერთი გვაქვს რა. აქ რა ხდება პოლიციელი ხო არა? Clear to stop. მე ხო ლაპარაკობ ამას და შეიძლება ზოგიერთად გაკაკორებს ლაპარაკობ რა აზრები უნები უბერაუ მე ხო ვიცი ამ სიტყვები, მაგრამ მე ყოველთვის ვამბობ ეხლა წინა ვიდეოში ვითხარე აკაკი ასეთი კომენტარი მოვიდა რა კაი რაღაცებს დებ, მაგრამ ზოგჯერ ისეთ სულელურ რაღაცებს ლაპარაკობ, გიყურო თუ არ გიყურო არ ვიცი. მე უპასუხე, იცი, მაშინ მეთქი მითხარი სულელური აზრის განმარტება, ან სიტყვას თუ ვიტყვი, იმ სიტყვის პასუხისმგებელი იყავი, ხო? მე პირადად რასაც ვამბობ, რასაც ვიტყვი, იმ სიტყვის პასუხისმგებელი ვარ და მის უკან დგავარ. რაღაცას იტყვი და შეურაცხყოფას მაყენებს და მთელი ამბები, მაშინ პასუხიც უნდა მოგეთხოვოს, ხო? და ცხოვრებაშიც ასეა, ახლა ყველაფერზე პასუხი მოგეთხოვება, უბრალოდ შეიძლება არ დაძაბო ესე სიტუაცია, მაგრამ საერთო ჯამში მე ასე მიმაჩნია, რომ ყველა საქციეს თუ სიტყვას თუ გამონათქვამს, ყველა ვინც იტყვის, ამას პასუხი უნდა აკეთოს ყველა ადამიანმა და ეს არის ნორმალური ურთიერთობა, თორე იმიტომაცა ეს არეულობა რო გვაქვს, ახლა სიტყვებს აბრახუნებენ, ფულს იქით აქეთ და გამოდის უაზრობა და არასერიოზულობა და იმიტომ ვიძახი, მეც თუ რაღაცას ვიტყვი, ყოველი ჩემი სიტყვის პასუხისმგებელი ვარ. ეხლა რა თქმა უნდა შეცდომა მეც მომდის ზოგიერთ რაღაცა, მაგრამ მე ყოველთვის სულ მაგას ვიძახით, მითხარი შენიშნა, ეხლა თუ სულ ეს ამიძახებ და არასერიოზულ და რაღაცებს ისეთ რაღაცას თუ მომაკერ, რომელსაც არანაირი ლოგიკა და როგორ გითხრათ, საფუძველი არა აქვს და ასე სიტყვაზე ესეც არასერიოზულია. ხო და რისი თქვა მინდა ისე მეორდები, რომ ყველა სიტყვის პასუხისმგებელი ვარ მე და ამიტომ ჩვენც ვინ შემოვაქვთ პოლემიკაში და დისკუსიაში, კარგი იქნება ყოველი სიტყვის, გამოთქმული სიტყვის უკან პასუხისმგებლობა აიღოს ნებისმიერმა ადამიანმა. ჩვენ მასე ვაკეთებთ, ამიტომ კარგია რომ
ვინც თქვენთან შემოვა დისკუსიაში, ყოველი სიტყვის პასუხისმგებელი იყოს. და არ დავემსგავსოთ ამერიკის დღევანდელ პრეზიდენტს, რომელიც სიტყვებს ისე ისვრის, თუმცა პატიობენ, მაგრამ საერთო ჯამში არასერიოზულია რა. მაგრამ ეხლა ისეთი რაღაცა, ეხლა პრეზიდენტი ხარ თუ ისა ხარ თუ ესა ხარ, ეთქვა მაინც ადამიანები რაღაც ისეთი პერიოდი მიდის, მაგრამ თუმცა რა გინდა ბიბლიაში ყოველთვის რო წაიკითხო აპოკალიფსი და საერთოდ შედეგი რო გამოიყვანე, ეხლა ეს სამყარო მიდის სიგიჟისკენ და ისეთი რაღაცები მოხდება, რომ ადამიანები არაორდინარული და ლოგიკურ მოქმედებებს ვერ ახსნი მის მოქმედებებს და მე მგონია რომ სამწუხაროდ აიქითკე მივდივართ. თუმცა ეს იმას ანიშნავს, რომ ჩვენ არალოგიკურები და არასერიოზულები ვიყავთ. ჩვენ სერიოზულები ვიქნებით ყოველთვის, იმიტომ რომ ცხოვრება კარგია, ლამაზია და ეხლა რაღაც სიცოცხლეებს და არალოგიკური მეებს არ ავყვებით. სად მოვედით ასე? დროშად სამხრეთით მოვედით. მე პირველად ვარ მეგობრებო ახლა. რუკაზე რო შეხედოთ, ფაქტობრივად ნიუ-ორლეანის იმაზე ვარ. მე დროშად სამხრეთ ნაწილში აგერ აჩვენებ რუკასაც აგერ შეხედეთ, აი ეს ახლა დროშა სადაც არის, იქით უკვე არის ოკეანე, მექსიკის ყურე, ეს მისისიპი და სადაც აი იქით მივიდივართ რა. ათვალეთ მეგობრებო, როგორ ვაკეთებთ ხოლმე, რომ თქვენ თვითონ ხართ წყოლები და თქვენსი ხართ ამ მანქანაზე და დადიხართ აი ესეთ ადგილებში. ვიქტორი ნახوار გავათამაშოთ მეგობრებო. რა უნდა წავიღოთ აქიდან? პროდუქტები არ იქნება. ავტობის პროდუქტები იქნება თუ რა იქნება? ავტობიდან წარმოებული პროდუქტები. რატია პლაგუემინე მოვედით ამ პლაგუემინეში. ასე რომ ვიყურები და აშკარად ეთყობათ რომ აი სულ ესპანურად მოლაპარაკე ხალხია რა ძირითადად. ზანგებიც დადიან. გამოვედით. ეს დელტა და აი იქით ხედავ რაღაც ქარხნებია და სავარაუდოდ იქ მივდივართ რა. თორემ ავტო გადამამუშავებელი ქარხანაა. ეს არ ვიცი აქ როგორ ხდება, ავტობი მოდის და მე ამუშავებენ თუ რა ხდება. აი ახლოს მივარ და ნახავთ. შევხვიოთ.
ქარხანაში მიდივარ და აქეთ ნახე სოფლის მეურნეობის პროდუქტია რა არის დათესილი ვერ ვხვდები არ ვიცი ვიცი რომ აშკარად ქარხანაში მიდივარ აი დიდი ქვეყანა რამდენი შესაძლებლობებია აი მოდივართ ახლა ესე ჩვენთან საქართველოში კულაშია ხო ნავთობგადამამუშავებელი თუ არა იქ აშენება უნდა პროცესი შემნახის არის შესანახი ისინია ნავთობის და ემეების და გადამამუშავებელი ჩვენთან არ არის Chasing customers in March. Okay. Akarali gitgemedi var. Navtobi modes ase milebit. Es milebit midis. მერე მიდის იმ ქარხანაში მილები და იქ ინახავენ თუ ამუშავებენ. გაიგე ახლა რა არის. საიდან მოდის ეს მილები? ეს საინტერესოა რა ტექნიკური ამბები გვაქვს. რა საინტერესოა. ახლა ეს სხვა მილები მოდის აქედან ამ მარტოვში ეს მილები 1 2 რამდენი მილები გავიარეთ უკვე. შემნახველი ისინია ხო. ეს უნდა გადავავლოთ ნავთობის წარმოების ტექნოლოგია. ზოგადად მაინც ხო უნდა ვიცოდეთ, ალბათ მოგვიწევს მე კიდევ მოსვლა. Ahead next right syntax is enters ahead next right syntax ამას გავსდით ეს ჩვენ სხვაგან მიდივართ აი ჩვენი ის გამოშვა ეს რაღაც გადამამუშავებელს გავს no trucks, no deliveries, no აკეთრაკები ეთყობა ეშლებათ ხოლმე ეს CNF ხო CNF entrance პიტაპიტადითო ხო აი ეს კომპანია გვინდა რა ჩვენ CNF ну აშკარად რაღაც ნავთობთან არის დაკავშირებული, მაგრამ რა საწარმოებენ? საუბრობთ რომ ცელოფანი იყოს ან რაღაცა. ოკეი, აი ეს არის. No smoking. აბა ჩვენ საერთოდ წავიდეთ. Keep right. და რაც გვეუბნებია gate employer parking gate 1 shipping and receiving ეს პირველი gate გვინდა ჩვენ და ყველაფერი წერია აბა ჩვენ გვინდა gate 1 აქეთკენ თანამშრომლები მიდიან ჩვენ გვინდა gate 1 plant entrance follow to gate 1 shipping receiving okay
წარმოებაში მივიდივართ, იმედია გადაგვაღებინებენ. Do not pull off to Pensac Pro registration. Do not ის უნდა გავჩერდე. Please stop, park and register with security. ესე იგი დაცვასთან უნდა მივიდეთ, ისინი უნდა გავჩერდე. პარკინგი გავაკეთო და მე დაცვა გეტყვის როგორ ანაირად. დაცვა. ჩემნერი ძოლი ჩამოვიდა. ალბათ მე ინსტრუქციას ვეტყვიან. всё. სხვაგან ეხა სად უნდა წავსულიყავი, სხვაგან სივსეა გარშემო და. ოკეი. დავაყენოთ ეს ოფი. всё, ავიღო ჩვენი ისა და წავით. ეხა იქით გადაღებას არ დავიწყებ, მაინც არ ვიცი ხა დაცვა, მაცვა და არ წაკაშლევინი ეს. წავედით. აბა, კარგო, დაგველოდე. ვერ შევეში ამ ავტომატებას. ამ სიცხიდან. While visiting the site, you are required to follow all SOPs. Oh yeah. Or the construction gate 3. However, you may be assigned a different gate entrance for specific construction jobs that may occur. Security will direct you with an alternate gate to the person you are to meet. You will be required to show an acceptable form of ID. Each time you enter or exit the facility, all traffic rules. The speed limit inside the plant shall be maintained to less than 2 miles per hour. Pedestrians always have the right of way. Unattended vehicles must be turned off with the keys left. Cell phones are not allowed within the operating areas of the facility, and the use of cell phones is also restricted. ახეთ მეგობრებო, ინსტრუქტაჟი ჩამიტარეს. ეხლა მე უნდა ჩავიცვა აპუჩკები კვარა. დახურული ბოტასები ან ბატინკები. მე უნდა გავაღო კარები, ეს უნდა გავწიო უკან და დაველოდები და ტელეფონი არ უნდა გადავიღო. გამომართვან კიდევაც ტელეფონი ნახოთ. ყოველ შემთხვევაში ინსტრუქცია მთელი 15 წუთი მაგას უსმენდი რა უნდა გავაკეთო. ჩავიცვით ფეხზე ჩავიცვით დახურული ფეხსაცმელები. კასკა არა მაგ და ალბათ იქ მომცემენ. მე ალბათ შევარ შიგნით და როგორც შევამჩნია პლასტიკატები უნდა წამოვიღო. ნახოთ. ეს შორტებით გამოვიდა, ეს შეუშვე შიგნით. მთელი ინსტრუქტაჟი ჩამიტარე შორტები და ემებით არ იარულო. ეს ახლა გამოვიდა იქიდან. არის ეგარი ჩვენ დაველოდოთ გავაკეთოთ ის რაც ჩვენ გვითხრეს და კარგო შენ ჩემ ხელში ასეთი მეებში არ ყოფიხარ რა ალბათ სხვის ხელში კი იყავი ასეთ ადგილებში ესე იგი ასეთი რაღაცა მომწეს ეს შევავსე და მე წერია driver after you have backed into the dog door please do the following როცა დააყენებთო დოგთანო ასე გაქვს stay in your truck and wait for the ESN warehouse operator give this document to the ESN warehouse operator ესე იგი ალბათ მეტყვია რომ მე დოგთა უნდა დავაყენო ჩვენი მანქანა და მანქანიდან არ გადმოხვიდეო და მოვაო თანამშრომელი და მოგცემსო დოკუმენტებსო და ის გეწყისო ყველაფერსო რა უნდა გააკეთო ოპერატორი გეწყისო ყველაფერსო ავილოდოთ როლი მოვიდა და ეს შორტებში შევიდა ორთან მომწეს შევედი ჩუმად გადავიღე ახლა არავინ არ მიყურებს და ხარები ორი ვიწრო ისინია კინებით გას და ყურადღებით იყოთ მარცხნი აი მარჯვნივ ჩდება პირდაპირ ოკეი ცოტა მარცხნი
მარჯვენა კარგად არის. საუციოდ. მოგითხეს მანქანიდან არ უნდა გადმოვიდეთ. კარგად მოვიდეთ. ესე იგი ფანჯარა ჩავჭრე და სიცხე შემოვიდა. არა, მე და სიცხე ვერ ვეგუებით ერთმანეთს. ისე აი სიცხის დროს რა უნდა გავაკეთო, რომ შეეჩვიო რა სხვა რა გზა. წითელი საინთო დატვირთავე. ნუ ასეა თუ ისე მეგობრებო, ავიგეთ რა მიგვაქვს და გაჩვენეთ ის პროცესი. მიგვაქვს ცელოფნის რულონები. მე ალბათ ლოს-ანჯელესი ისო, მაინდამაინც ცენტრში მიდიოდა და იმ რულონებისგან ალბათ პაკეტებს აკეთებენ რა რაღაცებს. ნუ ფაქტია რომ ისე ნავთობი მაგარი რაღაცა, რამდენი რაღაცა კეთდება ამ იმის. კარგით მეგობრებო, ერთ-ერთი ასეთი რა ხდება ეს რა. სანამ ეს არ გაწევს. უიმედი, ისო ტრაილერი დაქოქილი არ კონდესო და. ამ სიცხეში როგორ გინდა დაქოქილი არ კონდეს, ხო, მაგრამ მე კაი რაღაცა მაქვს, ეს ჩვენი კარგო იმითაა კარგი რომ ეხა ბევრ მანქანებს არა აქვს, მაგრამ ჩვენ მანქანას რა აქვს უყურეთ, ცალკე აქვს, ცალკე გამაძგრილებელი სისტემა აქვს რა. ჩავთავ ეხლა ამას, ოკეი. აი ესე. აი ჩაით. ეხლა წამოდგე ეს თუ არა გაქვს შენ. მე გამიმართლა. გადმოსვლა არ შეიძლება. მაგრამ კიდე კაი ეს მაინც აგვაქვს რა. კარგო ტყუილად არის, ეს ტყუილად ქვია მანქანას კარგო. კარგით მეგობრებო, ეს არის რაც არის, ეგ არის ხა დაგტვირთავენ და წავალთ რა. საინტერესო დიდი არაფერი არ ხდება. იმედია შევხვდებით უფრო საინტერესო შემეცნებით ვიდეოში. რა თავარია? კარგად იყავით, მშვიდად იყავით და მოტივირებულები. კარგად.